გამარჯობა. ხშირად გაგვიგონია ადამიანებისგან, რომ იმ ქვეყნისა მე არ მჯერა, რა იქნება და რა არ იქნება, სულ არ მაინტერესებს და რასაც მინდა მე გავაკეთებ, სანამ ცოცხალი ვარ, გავაკეთებ იმას, რაც მე მსურს. ეხლა მოთხრობა, რომელიც თქვენ უნდა წაგიკითხოთ ახლა, მას ქვია მოწამლული ძაღლი. რა არის იცით? წლები საერთოდ ადამიანს რო ემატება, მასთან ერთად გამოცდილებაც ემატება და თუ აკვირდები, ეხლა მე მწერალი ვარ და ვაკვირდები მაგალითად ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებას, მოღვაწეობას თუ ასე შემდეგ, თუ კი ჩემ თვალსაწიერშია თუ არა. მე მაგალითად ვხედავ, რომ ამ ქვეყანაზე ეკითხება ადამიანს ცოდვა. იმ ქვეყანაზე რო არ სჯეროდეს იმ ქვეყნის, არ სჯეროდეს ღმერთის, ბევრი ათეისტია. ამ ქვეყანაზე ეკითხება. ეხლა მოთხრობას რომ წაგიკითხავთ, თქვენ თავად გამოიტანთ ამ დასკვნას. რა ვნახე მე და რის მოწმე გავხდი. მაშასე დავიწყოთ. სხვათა შორის ეს მოთხრობაც შევიდა მეუფე თადეოზის იმ მოთხრობათა კრებულში. მოწამლული ძაღლი. მაღალი კორპუსის სადარბაზოსთან სამხედრო ნომრიანი შავი ვოლგა გაჩერდა, საიდანაც პოლკოვნიკის ფორმაში ჩაცმული კაცი გადმოვიდა. ის საკმაოდ ათლეტური აღნაგობის შუახნის მამაკაცი იყო, რომლის ასაკს მხოლოდ მისი შევერცხლილი თმები ამტკიცებდა, თორემ მისი მკვირცხლი მოძრაობიდან გამომდინარე, არც ერთ ახალგაზრდას არ ჩამოუვარდებოდა რამეში. მეზობლები პატივისცემის ნიშნად მამის სახელით მიმართავდნენ, მას ეკითხებოდნენ ჭკუას და არა მარტო უბანში, მთელ ქალაქში დაფასებულ და მისაღებ პიროვნებად ითვლებოდა. ამაში კი თანამდებობაც უწყობდა ხელს, ის ქალაქგარეთ დისლოცირებულ სამხედრო საავიაციო ნაწილს მეთაურობდა. ყოფილი მფრინავი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში გერმანელთა პოზიციების დაბომბებით გაიკეთა ცხოვრების კარიერა, დღევანდელ საზოგადოებაში ბრძენკაცის ამპლუა შესანიშნავად მოერგო. რომან გიორგევიჩი მძღოლს დაემშვიდობა და იქვე ახლომდგომ თავმოყრილ მეზობლებს ორივე ხელის აწევით მიესალმა. მეზობლებს გაუმარჯოს, შესძახარიხით. თითქოს ამას უცდიდა იქ შეკრებილი ხალხი, რომლებიც ერთიანად დაიძრნენ. თითოეული მათგანი ცდილობდა სხვისთვის მიესწრო და პირველი თვითონ მიგებებოდა დიდებულ მეზობელს. აგერ ერთმა დაასწრო ყველას და ნახევრად წელში მოხრილმა ორივე ხელი გაუწოდა გიორგევიჩს. როგორ ბრძანდებით, ჩემო ბატონო, ამდენ ხანს რატომ დაგვანატრულეთ თავი? უბანში მოწყენილობაა, თამადა ჩვენ აღარ გვყავს და წინა მძღოლი. ხო, წამოეშველა მეორე. ასე აღარ მიგვატოვო, თორემ რაღაა ჩვენი ცხოვრება, უთქვენოთ დაბნეული ცხოვრებივით ვართ. გადაიხარხარა გიორგევიჩმა. აბა ტყუილად მქონია თქვენი იმედი, ერთი კვირით მოსკოვში ვიყავი გამოძახებული და არ დაქცეულა ქვეყანა. რა გჭირთ თქვენ დოყლაპიებო, რამ გამოგაშტერათ ამდენი ხალხი? არა, დაიშოშმინა თავი. მოადგილე უნდა ამოვირჩიოთ თქვენში, თუ არა, ცუდადაა საქმე. გიორგევიჩს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მეზობლებმა ერთიანად შეხიმ შესცინეს, რითაც თითოეულმა მათგანმა გამოხატა სურვილი მისი მოადგილეობისა, რაც თავისთავად გიორგევიჩთან უფრო მეტად დაახლოებას ნიშნავდა. მეზობელთა შორის იდგა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც ამ ერთი შეხვედრით ბატონისა და ყმების ურთიერთობაში საერთოდ არ ჩარეულა. შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს და ერთი კითხვა ებადებოდა: ვინ არის რომან გიორგევიჩი და რატომ სცემენ თაყვანს ადამიანები? ის ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ამ კითხვას უპასუხოს, მაგრამ გაივლის დრო, რომელიც ასეთ მოვლენებს თავის სახელს დაარქმევს. 1978 წელია. მძვინვარე საბჭოთა პერიოდი. ადამიანები ჭიანჭველების პრინციპით ცხოვრობენ, ანუ მუდმივად ფუსფუსებენ, უსაქმურებს დასდევენ და იჭერენ. ხალხმა იცის, როდის უნდა დაიძინოს
და როდის გაიღვიძოს. საზოგადოება დაშინებულია, რის გამოც ქვეყანა ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდეს. საბჭოთა რეალობაში მცხოვრებ აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია მიზანი. შიშზე დაფუძნებულმა ამგვარმა პოლიტიკამ საკმაოდ ფართო მასების დამორჩილება შეძლო, რომლების დამორჩილების დღიდანვე აიძულა საკუთარი ხელით ჩაეხერგა ღმერთთან მისასვლელი გზა. ცხოვრების ეს წესი ადამიანებს ართმევს ღირსების შეგრძნებას, რის შემდეგაც უკვე იოლი ხდება იმავე მასებს საკუთარ სისხლში აზელილი ქვიშით ააშენებინო ქვეყანა, რომელსაც მოგვიანებით ბოროტების იმპერიად მოიხსენიებენ. ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავებული მორიგი დილათენდება ამ ქვეყანაში. ალიონი ახალი წამოსულია. თავის თანმხლებ ზომიერ ხმაურთან ერთად. რომან გიორგევიჩი უკვე ეზოშია და ტანზევით გახდილი 32 კილოგრამიანი გირების დახმარებით კუნთებს ათამაშებს. უეცრად ზაღლის გაბმულმა წყმუტუნმა გააყრუა არემარე. საშინელი და საზარელ ხმას გამოსცემდა ცხოველი, რომელიც აღარ ჩერდებოდა. ხალხი ინტერესით მოაწყდა ფანჯრებს და ბუნებრივად ეზოში მდგარ ერთადერთ კაცს გიორგევიჩს მოწიწებით კითხეს თუ რა ხდებოდა. გიორგევიჩმა გირები გვერდით დაალაგა და ისეთი სახით შეუბრგირა მეზობლებს, მე რა ვიცი რა ჭირს ამ მაწანწალა ზაღლსო, რომ ყველა ერთიანად გაუჩინარდა საკუთარ ფანჯრებში. ზაღლი კი განაგრძობდა არაბუნებრივ წყმუტუნს, რომელიც დიდი ტკივილისაგან მიყენებულ გმინვას უფრო მოგაგონებდათ. ამ ხმაურიდან 10 წუთიც არ იყო გასული, რომ ეზოში მის სანახავად ერთი მეზობელი, ეროვნებით უკრაინელი პეტრო ჩამოვიდა. მან სწრაფად მოძებნა იქვე აშენებულ სათავსოების ლაბირინთებში შიშით მიმალული ცხოველი და სცადა გაშლილ ადგილზე გამოეყვანა, რომელსაც არც ხმა ესმოდა და არც საჭმლის მიმართ რეაგირებდა. კაცს უჭირდა იმის დადგენა თუ რა იყო მისი წუხილის მიზეზი. ამასობაში თავისი კარის მეზობელი გეგა წამოეშველა. ეს ის ახალგაზრდა, რომელსაც ხშირად ებადებოდა კითხვა რომან გიორგევიჩის პიროვნებასთან დაკავშირებით. გეგაშვილო, მე არ შემიძლია და იქნებ შენ შეძლო მისი გამოყვანა, უთხრა მუხლებზე დამდგარმა ხნეს მიტანებულმა პეტრომ და კედელზე მიყუდებული ძველი ფიცრების ქვეშ შემძვრალი ძაღლისკენ მიუთითა. ახლავე წამოიძახა გაბაცისებულმა გეგამ და პერანგის სახელოები აიწია. სიმწრისაგან დაკრუნჩხული ძაღლი ფრთხილად გამოიყვანეს და პეტროს კუთვნილ სათავსოში მიიყვანეს. იქ მას მოწყობილი ჰქონდა კატების დასაპურებელი და დასაძინებელი ადგილი, რომელიც მრავლად ჰყავდა. ამ ძაღლსაც, რომელსაც გრძელი თეთრი ბეწვის გამო პეტრომ ბელკა შეარქვა, ეზოში თავად მოუწყო პატარა ბინა და საჭმელსაც ძირითადად თვითონ აჭმევდა. ბელკა წლოვანებით 3-4 თვის იქნებოდა. დაახლოებით თვენახევრის წინ მოვიდა ამ უბანში. შეიძლება პატრონმა მიატოვა, ან და დაიკარგა. თავიდან ცოტა შეშინებული ჩანდა, მაგრამ პეტროს და გეგას წყალობით შემორჩა აქაურობას. ის ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ გრძელი ქათქათა ბეწვის შიგნით სევდიანი თვალები მოუჩანდა. ბელკა მალევე გაუშინაურდა უბანს. სამი ერთად მიჯრილი კორპუსის ყველა მობინადრეს ფეხის ხმაზეც კი სცნობდა. ამიტომ ღამით როგორც კი უცხო გამოჩნდებოდა ვინმე, იმ წუთშივე ყეფას იწყებდა. ყველას ეფერებოდა. ყველას ეალერსებოდა. თუ ვინმე პურის ნატეხს გადაუგდებდა, მადლობის ნიშნად დაბალ ხმაზე აწმუტუნდებოდა და აკუნტრუშდებოდა. ხელებს აულოკავდა. ფეხებში აებლანდებოდა. მთელ უბანს უყვარდა, გარდა ერთისა. მხოლოდ რომან გიორგევიჩი ჩხუბობდა გამუდმებით და მის გაგდებას ითხოვდა. გიორგევიჩის მიმართ ბრმად მორჩილი უბანი რატომღაც მას ამაში არ ეთანხმებოდა და როცა იგი ჩხუბს დაიწყებდა, ამ საკითხზე ხალხი გაჩუმებას არჩევდა. როგორც ჩანს, ისიც გრძნობდა ხალხის განსხვავებულას და რადიკალური ზომების მიღებისაგან თავს იკავებდა. ასე იპოვნა ბელკამ ნავსაყუდელი, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ მის მშვიდ ცხოვრებას ასეთი განსაცდელი დაემუქრებოდა. ყოველთვის მოუსვენარი და სიცოცხლით სავსე, ახლა ერთ ადგილზე ნელ-ნელა ტრიალებდა, ტანს დროდადრო ჭიმავდა, განწირული ხმით წმუტუნებდა და თვალებით შველას ითხოვდა. პეტრომ ძაღლს სხეული ზედმიწევნით დაუთვალიერა. ეჭვი შეეპარა ვინმე მქვახომარეს როლა, ან დიდმა ძაღლმა ხომ არ დაკბინაო, მაგრამ ამგვარი არაფერი ეტყობოდა ბელკას.
შემდეგ მასზე ყურადღების მიქცევა დროებით გეგას დაავალა, თვითონ კი სახლში ავიდა და რძე ჩამოიტანა. პატარა ჯამში ცოტაოდენი პურის გული ჩაუფშნა, ზედ რძე მოასხა და ძაღლს პირთან მიუტანა. ცხოველმა პირი იბრუნა და სხვა მხარეს გადაინაცვლა. პეტრო შეწუხდა, აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. ერთხელ კიდევ შეხედა უკვე დაოსებული ხმით მოწმუტუნე ძაღლს და თითქოს რაღაც მოიფიქრა. პეშვზე წყალი დაისხა და ტუჩებთან მიუტანა ბელკას. ღმერთო ჩემო, აღმოხდა პეტროს, როცა ცხოველის ღია პირის ღრუში ამოსული ქაფი შენიშნა. ის უღონოდ წამოიწია. იქვე ახლოს მდგარ სამფეხა დაბალ სკამზე ჩამოშდა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ერთ წერტილზე შეაჩერა მზერა. რა მოხდა ძია პეტრო? კითხა გაოცებულმა გეგამ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ინტერესით ადევნებდა თვალს მის მოქმედებას. პეტრომ მოიოხრა და გეგას შეხედა. მოწამლულია შვილო ეს ძაღლი, აღმოხდა მას. რას ამბობ ძია პეტრო? ვის უნდა ექნა ეს? პეტრო მრავალმნიშვნელოვნად დაუთვალიერა ბიჭს გაოცებული სახის გამომეტყველება და პატარა პაუზის შემდეგ თავის დაბლა დახრას შეუხამა ჩუმად წარმოთქმული სიტყვები. ასეთ რამეს გიორგევიჩის მეტი არავინ ჩაიდენდა. ეს შენთვის იცოდე შვილო და არავისთან არ თქვა. დააყოლა ბოლოს და ისევ გეგას შეხედა. აბა, რა ეშველება ამ უბედურს და ჩვენ რა შეგვიძლია მისთვის ვიყონოთ? ცრემლნარევი თვალებით და აკანკალებული ხმით უთხრა ბიჭმა. მე თითქმის ეჭვი არ მეპარება ამაში, თქვა პეტრომ და ბელკაზე გადაიტანა შუბლშეკრული მზერა. მაგრამ რომ დაორწმუნდეთ, შენ უნდა წახვიდე ვეტერინარულ ამბულატორიაში და ექიმი აქ მოიყვანო. იქ იკითხა ოთარს, ეგ კაცი ჩემს კატებს ცრის ხოლმე. ჩემი სახელით მიხვალ, აუხსნი ყველაფერს და გამოგყვება, აბა შენიცი, უთხრა გეგას და ბელკას ოდნავ შებერილ მუცელზე ხელი ფრთხილად გადაუსვა. გეგა როცა ეზოში გამოვიდა, გიორგევიჩს ვარჯიში უკვე დაემთავრებინა და დაბანილ მკლავებს პირსახოცით იმშრალებდა. გეგა რომ დაინახა, სახე გაებადრა. რაქენით, ამშობიარეთ ძაღლი? გამოზახა ცინიკურად და თან ჩაიროხროხა. გეგა შეჩერდა, თითქოს დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ პეტროს სიტყვები გაახსენდა და გზა განაგრძო. როცა რომან გიორგევიჩს გეგას გამომეტყველება არ მოეწონა, უეცრად მკაცრი იერი მიიღო და სანამ ბიჭი სადარბაზოში შევიდოდა, უკან მიადევნა სიტყვები. მოაშორეთ ეგ თქვენი მაწანწალა ბელკა თუ სტრელკა და უბანს ნუ აწუხებთ მაგის კნავილით, თორემ ქვით გაუჩეჩქვავ თავს. მერე დაჯეკით შენ და შენი პეწია და გინა ქელეხი გადაუხადეთ და გინა სასულე ორკესტრით გააცილეთ იმ ქვეყანაში. ისე მიუბრუნდა მის სიახლოვეს შეკრებილ მეზობლის 10 კაცს, რომელთა უმრავლესობას თავი დაბლა დაეხარა, რადგან არ გამოეხატათ თავისი დამოკიდებულება ამ საქმისადმი. თუ ორკესტრი დასჭირდებათ, ჩემი ნაწილიდან გამოუგზავნი. ბოლო წინადადებასთან ხარხარიც მიაყოლა. გეგა და ექიმი კორპუს ეზოს რომ მოადგნენ, იქ აღარავინ იყო. ძაღლის გაბმული ხმა კი ისევ ისმოდა. ექიმმა როგორც დახედა ბელკას, მაშინვე თქვა, ვიზუალური დათვალიერებიდანაც ჩანს, რომ ეს ძაღლი შესაძლოა მართლაც მოწამლულია. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საჭიროა ანალიზი. სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, რომ ჩანთა გადახსნა. საიდანაც საჭირო ხელსაწყოები ამოალაგა და ცხოველის ახლოდან დათვალიერება დაიწყო, რის შემდეგაც ანალიზების აღების პროცესს შეუდგა. ექიმის წასვლიდან რამდენიმე საათში გეგამ ამბულატორიიდან ანალიზის პასუხი მოიტანა, რომელშიც ეწერა, რომ ცხოველი დარიშხანის მსგავსი საწამლავის იმ დოზით იყო მოწამლული, რომელიც ტანჯვით სიკვდილისთვის იყო განწირული. გეგას ისიც უთხრეს, რომ 1-2 დღე ასე იწვალებდა. პეტრო და გეგა სინანულით დასცქეროდნენ ულამაზეს ძაღლის ლეკვს, რომელიც გუშინ სიცოცხლით სავსე ეზოში დახვდა და ახლა კი სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა. პირში მომატებოდა ქაფი და წყმუტუნით დაღლილი უკვე ხაოდა. სევდიანი თვალებიდან თითქოს სისველეც მოსდიოდა, მაგრამ ადამიანებს აღარ უყურებდა. უგონოდ მიეგდო თავი გვერდით და გმინავდა. გეგა ჩაილაპარაკა თავდაღუნულმა პეტრომ და გაჩუმდა. რა არის ძია პეტრო? ნელა მიაბრუნა გეგამ მისკენ თავი. გეგა გაიმეორა პეტრომ და ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო. შენ უნდა წაიყვანო ბელკა ზემოთ, მიტოვებული შენობის სარდაფში. უკანა მხარეს მოსუფთავებული და დაცული ადგილია. იქ უნდა წაიყვანო შვილო და დააწვინო. ყუთს მე გავამზადებ და შიგ თბილად ჩაუფენ.
პეტრო წინადადებებს შორის ინტერვალებით ლაპარაკობდა. სხვა გზა არ გვაქვს. იქიდან ხმა არ გამოვა, თორემ მოვა ის გარეწარი გიორგევიჩი და თვალწინ მოგვიკლავს ბელკას, რასაც ჩვენ ვერ ავიტანთ და ვინ იცის ჩვენ რაღაც მოგვაწევს თუ წინააღმდეგობას გავუწევთ. ამიტომ ჯობია ასე მოვიქცეთ. მეტი არაფერი შეგვიძლია. ღმერთი კი ყველაფერს ხედავს და ყველას მიუძღავს თავისას. სიტყვა დაამთავრა თუ არა, ადგა და ყუთის გამოწყობა შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ ბელკა ფრთხილად ჩააწვინეს შიგ და გეგამ ყუთი ასწია. მისი ცრემლები ძაღლზე ფყურებოდა ზემოდან. არა, ამას ბელკა უკვე ვეღარ გრძნობდა, მაგრამ მათი შემხედვარე ვეღარც პეტრო იკავებდა ტირილს. რას ვიზამთ შვილო, ასეთია ჩვენი ქვეყანა. აღმოხდა ჭაღარა კაცს, დრო გავა, მე კი ვეღარ მოვესწრები ამას, მაგრამ როცა ეს წყობა აღარ იქნება, შენ ცუდ მოგონებად დაგრჩება ეს ყველაფერი. თუ მოხდა ისე, როგორც მე მსურს და ვფიქრობ, შთამომავლობას მოუყევი ყოველივე ეს, რათა იფიქრონ, რა ყოფაში გვიხდებოდა ცხოვრება და ისინი დარწმუნებული ვარ, ასეთ სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას ჭეშმარიტების ჭრილში აღარასოდეს განიხილავენ. იმ საღამოს სამსახურებიდან დაბრუნებული ხალხი ჩვეულებრივ გამოიშალა ეზოში და თავიანთ ძირითად სასაუბრო თემაზე კომუნისტური პარტიის ახალ მიღწევებზე დაიწყეს ჯაბაასი. მოგვიანებით გიორგევიჩი შეერია მათ რიგებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მან ჯერ სათავსოებს შორის დარჩენილ ბილიკებზე შეისეირნა. ის აშკარად ძაღლს ეძებდა. იქიდან გამოსულ სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა. ალბათ იფიქრა ძაღლი მოკვდა და გადააგდესო. ამ ყველაფერს გეგა თავისი ფანჯრიდან შეუმჩნევლად აკვირდებოდა და ერთ რამეს ძალზე განიცდიდა, რადგან თუ გიორგევიჩი ბელკას მიაგნებდა, აუცილებლად მოკლავდა. გულში თითქოს იმასაც ფიქრობდა, იქნებ გადარჩენილიყო. ასე იყო თუ ისე, გეგა მის ასეთ სადისტურ დაღუპას მაინც არ დაუშვებდა და გადაწყვიტა ის მანამდე დაეცვა, სანამ არ გამოსწორდებოდა ან და თავისი სიკვდილით მოკვდებოდა. 3 დღის განმავლობაში ყარაულობდა ბიჭი ძაღლს. ფანჯრიდან სარდაფში ჩასასვლელ ტერიტორიას ხშირად აკონტროლებდა. ინტერვალებით იძინებდა, რომ ღამითაც შეძლებოდა კონტროლი. სხვის შეუმჩნევლად ჩადიოდა იქ. ცოტა ხანს ბელკასთან რჩებოდა და ელაპარაკებოდა. ეუბნებოდა, რომ აუცილებლად გამოკეთდებოდა და ისევ ირბენდა ეზოში. იმასაც არიგებდა, რომ სხვისგან მის თვილი საჭმელი აღარასოდეს ეჭამა. ბელკა კი იწვა გაუნძრევლად, დრო და დრო შეაკანკალებდა და მიმნედილ ხმაზე გმინავდა. წამოსვლისას სანამ დაემშვიდობებოდა და ეტყოდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, თეთრ ფაფუკ ბეწვზე მოეფერებოდა და ისევ შეუმჩნევლად გამოდიოდა იქიდან. მესამე ღამე დაღამდა. გეგა ფანჯარასთან ისდა და ვარსკვლავებს გაჰყურებდა. ერთადერთს, რასაც ნატრობდა, ბელკას გადარჩენა იყო. უეცრად ოცნებაში წარმოიდგინა, რომ მას ეთამაშებოდა და მასთან ერთად გადადიოდა მალაყებს. ამის წარმოდგენისას სახეზე ღიმილი მოეფინა და ფანჯრის რაფაზე დადებული დაღზე თავი ჩამოდო. უძინარს და დაღლილს მალევე ჩაეძინა. ცილში კი ისეთი სიზმარი ნახა, იმ შფოთიდან ძლივს გამოერკვა, სკამიდან წამოხდა, ცოტა შემცივნებულიც ჩანდა. დრო გასულიყო, შუაღამე მომდგარიყო. რა იყო ეს? ჩაილაპარაკა თავისთვის და წამიერად სიზმრისაკენ გადაერთო, სადაც ასეთი რამ იხილა, რომან გიორგევიჩი ბელკას თავში ქვას ურტყავდა. გეგა კი მას ებრძოდა და ვერაფერს აკლებდა. ბიჭმა თავი გააქნია. საბოლოოდ გამოერკვა ძილიდან და საათს შეხედა. ღამის 3 საათი სრულდებოდა. ფარანი აიღო და ეზოში გადაიხედა. იქ კაცის ჭაჭანება არ იყო და გეგაც ფეხაკრეფით გაეშურა სახლიდან ბელკას სანახავად. სარდაფში რომ ჩავიდა, შედარებით დაბალ ხმაზე ისმოდა ხრიალი. მან სწრაფად მიირბინა მასთან და მწოლიარე ძაღლს ფარანი დაანათა. ბელკამ, რომელსაც პეტროს სათავსოში მიყვანის შემდეგ რეაგირება არაფერზე მოუხდენია, თავი წამოსია და გეგას შეხედა. დაახლოებით 10 წამის განმავლობაში უყურა მას, მის თვალებში სიყვარულის, მადლიერების და დამშვიდობების გრძნობა ერთიანად გამოჩვიოდა. მერე ნელ-ნელა დასწია თავი,
და სამუდამოდ შეაჩერა სუნთქვა. ბელკა ხელით შეანჯღრია აცრემლებულმა გეგამ და როცა საბოლოოდ მიხვდა, რომ ის უკვე ცოცხალი აღარ იყო, ხმა მაღალი ქვითინი აუვარდა. ქალაქს ეძინა, შუაღამე ახლა იწყებდა გადასვლას. აქ კი იმპერიის რომელიღაც ქვეყანაში გაუქმებული შენობის სარდაფში ერთ პატარა ყუთში იწვა ძალიან ლამაზი ძაღლის ლეკვი, რომელიც სრულიად არაფრის გამო ადამიანმა ტანჯვით სიკვდილისთვის გაიმეტა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში გეგა სხვა ქვეყანაში წავიდა. პირველ ხანებში ხშირად ახსენდებოდა ეს საშინელი მოსაგონარი, მაგრამ წლებთან ერთად მისი სიმძაფრეც მინელდა. ასე გავიდა 15 წელიწადი და მას კვლავ მოუხდა იქ დაბრუნება, სადაც სიყმაწვილის პერიოდი გაატარა. დაბრუნდა დაკაცებული და დაბრძენებული, მაგრამ იქ ყველაფერი ისე აღარ დახვდა, როგორც მას ახსოვდა. საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ ადამიანები ძალიან შეცვლილად ეჩვენა. ძველ უბნელებთან შეხვედრის და პატარა მოკითხვის მერე გაიგო, რომ პეტრო საცხოვრებლად რუსეთში გადასულა. რომან გიორგევიჩი კი 4 თვის წინ ჩავარდნილა ლოგინად და გამოკეთების შანსი აღარ ჰქონია. საღამო იყო. გეგა მეზობლებს გამოემშვიდობა და სახლში ავიდა. დაღლილი იყო, მაგრამ იფიქრა, ბარემ გიორგევიჩსაც ვნახავ. ჩანთიდან ერთი ბოთლი ღვინო, ძეხვი დატკბილებული ამოალაგა, პატარა პაკეტში ჩააწყო და გიორგევიჩს ესტუმრა. კარები მისმა მიეუღლებ გაუყო და უცბად ვერ იცნო. გამარჯობა ქალბატონო ვერიკო. გეგა, შესძახა სათვალიანმა მოხუცმა ქალბატონმა. კი ვერ გიცანი შვილო, მოულოდნელი იყო შენი დანახვა. მობრძანდი, უთხრა ქალმა და შიგნით შეუძღვა. საით არის ბატონი რომან გიორგევიჩი? იკითხა გეგამ და ლოჯიიდან მამაკაცის მიკნავებული ხმაც მოესმა. აქეთ ვარ, აქეთ. ეს ხმა სულ არ გავდა გიორგევიჩის ხმას, მაგრამ თავარი საოცრება ჯერ კიდევ წინ იყო. როცა გეგამ საწოლში კაცი დაინახა, წამიერად გაშეშდა, მაგრამ ეს რომ გარეგნულად არ შეტყობოდა, ახლოს მივიდა და ხელზე ხელი მოკიდა. როგორ ბრძანდები, ძია რომან? დღეს ჩამოვედი და გავიგე, გიორგევიჩი ცოტა ავადმყოფობამ შეაწუხაო. მე გეგა ვარ, თქვენი მეზობელი. კაცი გაშტერებული უყურებდა ახალგაზრდას და როცა გაიგო ვინ იყო, ხელზე ხელი ოდნავ მოუჭირა და ტირილი აუვარდა. ვერიკო, სკამი მიართვი. გეგა გიორგევიჩის საწოლის სიახლოვეს ჩამოშდა. დაჯდა, მაგრამ გაოცებას ვერ ფარავდა, რადგან მის წინ იწვა კაცი, რომელიც პოლკოვნიკის აჩრდილიც აღარ იყო. ლოყები მთლიანად ჩავარდნოდა, წვერი და თმა გაბურძგნოდა, თვალები ჩაცვენილი და დაჭყეტილი ჰქონდა. მკლავებზე არავითარი ხორცისა და კუნთის ნატამალი, ძვალზე ტყავიღა გადაჰკროდა. ერთი სიტყვით, ეს ერთი შეხედვით საცოდავი არსება იოტის ოდენადაც კი არ მიემსგავსებოდა მკერდამობერილ და დაკუნთულ საბჭოთა სამხედრო მაღალი ჩინის ოფიცერს, რომელიც შიშის ზარს სცემდა არა მარტო თავის დაქვემდებარებაში მყოფ ავიაციო ნაწილს, არამედ ქალაქსაც. ადამიანის ასეთ შეცვლას გაეკვირვებინა გეგა და ამ გაკვირვებას დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ვერ ფარავდა. გიორგევიჩი კი მოსთქვამდა. განა ეს დავიმსახურე, შვილო. რა პატივი არ მიცია უბნელებისთვის და მე რომ ცუდად შევიქენი აგერ უკვე 4 თვე ავწევარ, არც ერთი არ გამოჩენილა. თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა, მარჯვედ მორბოდა. არიქა გიორგევიჩ, მიშველეო. სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია. ყოველთვის ვცდილობდი ვინმეს დავხმარებოდი რამეში. ეს არის სამართალი? შენ თუ მინახულე, მე შენთვის ისეთი არაფერი გამიკეთებია. ბავშვი იყავი აქედა რომ წახვედი. იმათ რა დაემართად? არ ვცოდნია, როგორ უნდა მეცხოვრა. ერთი წამომაყენა და მე ვიცი რასაც ვიზამდი, მაგრამ აი რა დღეში ვარ. ავდგები ნეტავ. არ ვიცი, ეს შმაკმა დასწყევლოს ყველაფერი. აღარაფერი მინდა, დავიღალე. ამოილუღლუღა გიორგევიჩმა ბოლო სიტყვები და ჭერს მიაპყრო ცრემლიანი თვალები. ნუ გეშინია, ძია რომან,
ავადმყოფობაც გაივლის და წამოდგები კიდეც. ამ დროს ვერიკომ ლანგარზე დაწყობილი გეგას მოტანილი ღვინო, ჭიქები, ჩაჭრილი ძეხვი და ტკბილეული შემოიტანა. რომან ეს გეგამ მოგართვა. გიორგევიჩმა თვალი შეავლო მაგიდაზე დადგმულ ღვინის ბოთლს და მოიოხრა. იმდენი ღვინო მაქვს, ნეტავი, ვინ ყადალევს იმას? პატარა პაუზა გააკეთა და ოდნავ რიხით ამოთქვა, თუმცა დაასხი, იქნება ამაზე მეტად ვეღარც მიურტყა კაც ჭიქა. გეგამ ღვინო ჭიქებში ჩამოასხა და ერთი მათგანი გიორგევიჩს მას შემდეგ მიაწოდა, როცა ვერიკომ ბალიშები აუმაღლა და ოდნავ წამოაჯინა. გიორგევიჩმა აკანკალებული უსიცოცხლო ხელით ჭიქა ძლივს გამოართვა და ცრემლიანი თვალებით ფანჯრიდან შებინდებულ ზეცას გახედა. ვინ ხარ შენ? რომან გიორგევიჩი. რისთვის მოხვედი ამ ქვეყნად? ვის ემსახურე და რა გააკეთე ამ შენი მსახურებით? ვისაც ვემსახურე ისინი ვერ მშველიან. არადა ვფიქრობდი ყველგან ჩემი პარტია დამიცავდა. სად არის პარტია? სად არიან კომუნისტები? ის ვისი იმედიც მქონდა, რატომ არ მოდიან? რომან გიორგევიჩს ხმამაღალი ტირილი აუვარდა. სანახავად მაინც რატომ არ მოდიან ეს შეჩვენებულები? შემდეგ ცოტა დაწყმარდა და ჩუმად განაგრძო. ზეცაში მიფრენია, მაგრამ მისი იმედი არასოდეს მქონია. ამბობე რომ იქ შენ ხარ, შენ? მოხუცმა ცოტა ხნით თავი დახარა და კვლავ ზევით მიაპყრო მზერა. ამბობე რომ ღმერთია იქ და თუ შენ მართლა არსებობ, ამის შესახებ კი მე არ ვიცი. აჰა, აღარ მაქვს ადამიანთა იმედი და მიშველე შენ. ეს სადღეგრძელო არასოდეს დამილევია, იქნებ იმიტომაც რომ საშიში იყო ამის თქმა ყველასათვის, მაგრამ ახლა აღარავისი მეშინია და ვამბობ, გადიდებ შენ. გიორგევიჩმა ჭიქა წვალებით, მაგრამ მაინც სულ მოუთქმელად დაცალა და როცა მობრუნდა, მას თვალში ცრემლი უკვე გაშრობოდა. გეგამაც უსურვა მას ჯანმრთელობა და სიმშვიდე. ვერიკო, ბოდიში, რაღაც მინდა კითხო გეგას და თუ შეიძლება ერთი წუთით დაგტოვე, უთხრა გიორგევიჩმა ცოლს. ვერიკო ადგა და გავიდა. რომან გიორგევიჩმა გეგას ანიშნა, რომ ახლოს მიწეულიყო მასთან და როცა დარწმუნდა ვერიკო ვერ გაიგებსო, კითხა, ძაღლის წყმუტუნი თუ გესმის? უთხრა და გაფაციცებით დააკვირდა მის სახეს. ჰოი საოცრებაო! გეგას ახლა გაახსენდა საწყალი ბელკა, მაგრამ ამ მოგონებების დრო არ იყო. გიორგევიჩი რაღაც საოცარი მზერით მიშტერებოდა მის თვალებს და პასუხს ელოდა. თვითონაც ვერ გაიგო გეგამ რატოვა აღმოხდა. კი იცია რომან, მესმის. შენ გენაცვალე. 4 თვია წკმუტუნებს და არ მასვენებს. დღე და ღამე გაჰკივის ეს ძაღლის ლეკვი. ნეტავი ვისია, როცა ძილი მომერევა, მაშინ უმატებს ხმას. 4 თვი არ მძინებია, რა ვიღონო აღარ ვიცი. ვერიკოს რომ ვეკითხები მეუბნება, არავითარი ძაღლი არ არისო, არც არავინ გამოჩნდა რომ მეთქვა კიდევ კარგი მოხვედი, თორემ რა მეშველებოდა. შვილო, ერთ რამეს გთხოვ, გააგდე ეზოდან ეგ ძაღლი, იქნებ როგორმე შევძლო და დავიძინო, ძალიან დავიღალე. გქონდეთ ჩემი იმედი, ძია რომან, ახლავე როგორც ჩავალ, ისე გავაგდებ, რომ აქეთ აღარ მობრუნდეს. დიდი მადლობა შვილო, მადლობა იმისათვის რომ ნახე, მადლობა იმისთვისაც რომ გახსოვდი. ახლა მეც აღარ შეგაწუხებ, ძაღლს რომ გააგდებ, მშვიდად დავიძინებ და ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. მეოთხე სართულის კიბეებს ნელა მოუყვებოდა გეგა. არავითარი ძაღლის ხმა არ საიდან არ ისმოდა. მაგრამ ის დაპირდა, რომ მას გააგდებდა ეზოდან. ახალგაზრდა კაცი კიბეზე ჩამოშდა და ბელკასთან დაკავშირებული ამბები ზედმიწევნით გაიხსენა. მიუხედავად განვლილი წლებისა, ცრემლი მაინც მოერია. ეს მაშინ, როცა ძაღლის
უკანასკნელი ამოხედვა გაახსენდა. მართალი ყოფილა ძია პეტრო ჩაილაპარაკა და კიბეებს დაუყვა. დილა ადრიან ეზოში ხალხის ჩოჩქოლი მოესმა გეგას, ფანჯრიდან იკითხა მათი შეკრების მიზეზი და შეიტყო, რომ წუხელ ღამის 3 საათზე რომან გიორგევიჩი გარდაცვლილა. დიდი მადლობა მოსმენისთვის. ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.